ერთი ქართველი კაცი არის მეგობრებო იტალიაში, ბოლონიაში. არის ქართველი კაცი, რომელსაც აქვს წარმატებული სარესტორნო ბიზნესი, კახაბერ ცერცვადა. სულ არ ვიცნობ ამ პიროვნებას, აი მე საერთოდ ყველა ქართველის წარმატება, აი გულით მიხარია, ვინმე თუ რაღაცა ფეხზე დგას, ვინმეს თუ დოლათი აქვს, რატომ კაცო, მე რატომ უნდა გამიხარდეს ვიღაცა უცხოელის, გადამთიელის ფული, წარმატება და რატო არ უნდა გამიხარდეს ქართველი კაცის წარმატება და აღმოვაჩინე ხა იმის კონტენტი, რომ ეს კაცი ამას უკეთებს, რეკლამას დიდი სიყვარულით და მიხარია ქართველმა კაცმა მოიპოვა იმხელა რამე, რომ ამ ბოლონიაში აქვს დიდი წარმატებული ბიზნესი. ჩამოვიდა ეს კაცი აქ გესმით? რამდენიმე დღით გერმანელმა კომპანიორმა ჩამოიყვანა რაღაცა ღვინის პროდუქციას, რომელიც აწვდის იქ ბოლონიაში და ჩამოვიდა ეხლა და რაღაც ჩაწერა ვიდეოები და მხარი დაუჭირა აქ იმას რა, ნუ არ ვიცი, კალაძეს თქვა, რომ აი ქალაქი შესულია უკეთესობისაკენ. ესე იგი ეს კაცი, ესე იგი ჯვარს აცვეს. ვითომ ამას თავისი 99 წელს წავიდა იქ მაშინ იტალიაში, ვითომ ვიღაცამ ჩინოვნიკმა მისცა ფული, ან თვითონ ვინმე ამას გაეძარცოს, რამე კაცი წავიდა თავისი დააწყო ყველაფერი მოყვა კიდევაც თავისი ისტორიას, რომ კვანტრიშვილმა წამიყვანაო იქაო და იმის მეშვეობით ჩავიდა კაცი შეჭამეს ეს კაცი, ეს წარმატებული ადამიანი. აი გული დამწყდა, მერე გამოვიდა ეს კაცი თავის რესტორნიდან მიმართვა გალს, ნუ დაჭამთ ერთმანეთს ქართველებო. აი მინდა მოусმინოთ ამ კაცს და აი მე მინდა ამ კაცს ძალიან ისეთი სიტფოთი მოვიხსენიო და მე მინდა მას წარმატებები უსურვო და ნეტა ესეთი კახაბერ ცერცვაძეები ყავდეს ჩვენ ძალიან ბევრი, იმიტომ რომ სამწუხაროდ რამდენჯერმე რო ვიყავი ევროპაში პირდაპირ რო უთხარი ქართველებს რასაკეთებთ მეთქი, ჩვენ აქო ამათო ხურდავთო, გესმის? საქართველოში ბევრ უცხოეთში სამწუხაროდ ბევრმა ქართველმა იმით გამოიჩინა თავი, რომ კრიმინალურ თემაში აღმოჩნდა. და შენ ბიჭო, სადღაც ქართველი წარმატებულია, თავისით მიაღწია, ქართველები ყავს დასაქმებული იმ რესტორნ, რა გინა რა სერჩი ამ კაცს, რა გინა, გინდათ შენთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულება, არ მოგვე, რა გინა ამის გამო რა შეჭამო და შეხარა. აი განახებთ ეხლა აი ამ კაცის, აი ცოტა ისეთ მიმართვას და თვითონ ეს კაცი წარმოჩინდება. დილამშვიდობისა, ჩემო მეგობრებო. ეხლა რომ მოვდიოდი გზაში ჩავწერე ერთი ვიდეო და მინდა დავამატო და ამით დავასრულებ ყველაფერს, იმიტომ რომ მეც ყავს ძმა, მეც ყავს ნათესავი, მეც ყავს მეგობრები, ყველა მირეკავს, კახა შენ არ ახარე ადამიანი, დაანებე მაგათ თავი, მაგათ შენ ვერ მოერევი, არავის არ ვეჩხუბებ. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს და ერთი რაც მინდათ რომ გითხრათ, დავამატებ ცოტა ორი სიტყვით. 1988 წელი, წარმოიდგინეთ, 1988 წელი. 16 წლის კახაბერ ცერცვაძე. დატოვა საქართველო და წავიდა. მის მერე მე იქ ერთი დღე არ მიცხოვრია. იმასაც გაგიმხელთ ვინ წამიყვანა. მაშინ ძალიან ცნობილი პიროვნება იყო ეს ადამიანი. ეს იყო ოთარ კვანტრიშვილი. იყო ზესტაფონელი, იყო ჩვენი ოჯახის ახლობელი, მომკიდა სუფრიდან ხელი და წამიყვანა საქართველოდან. დღეს ის ადამიანი ცოცხალი არ არის, მაგრამ ძალიან პატივი აქვს ჩემთვის ნაცემი. და მის მერე მე ჩემ ოჯახთან ერთად მარტო მივუყვები ამ ცხოვრებას. დღეს ვცხოვრობ იტალიაში და მიტოვ თქვი ის სიტყვები, რაც წინა ვიდეოში თქვი. მე მინდა ჩემ შვილებთან ვიყო გახარებული და ჩემ შვილიშვილებთან. მე ვაკეთებ ქართულ საქმეს იტალიაში. მე იტალიაში არ ჩამოვსულვარ, რომ რაღაც ფული მეშოვა, სახლი მეყიდა, მანქანა. მე სახლის მქონდა, მანქანას პირიქით რომ ჩამოვედი იტალიაში, ძალიან გამიჭირდა. იმიტომ რომ თქვენ არიცით მე რა ოჯახში გავიზარდე და იკითხეთ და გეტყვიან. ჩემო საყვარელო, მე დღეს ამით ვამთავრებ აქ, ამ თემას მე აღარასდროს აღარ გავიმეორებ. ჩემი პირადი თქვენ არიცით. თქვენ მე არ მიცნობთ კახაბერ ცერცვაძეს, თქვენ არიცნობთ, მაგრამ მე მიცნობს ის ჩემი საახლობლო და ჩემი ვინ ვარ მე და რას ვაკეთებ. ამას მე ხალხი თვითონ ილაპარაკებს, რაც მე გამიკეთებია. გაიხარეთ, ჩემო საყვარელო ხალხო, მიყვარ ხართ და ერთადერთს გთხოვთ სულ, ნუ დახოცავთ ერთმანეთს, მოეფერეთ, ისედაც ცოტა ვართ. მოეფერეთ და გიყვარდეთ, პატივი ერცით. გული რატომ ტკივა, იცი? ისეთ სიტყვებს ეუბნებით ერთმანეთს, მე არ ვიცი, ტრები ხართ ერთმანეთის თუ რა ხართ.
გაგიმარჯოთ, კარგად იყავით და წარმატებული დღეს გისურვებთ. თქვენი კახაბერც ერთვაზე. მე კი გავაგრძელებ ჩემი რესტორნის და ჩემი სხვა რაღაცების რეკლამირებას და თქვენ ამას მალე ნახავთ. გაიხარეთ, ნახეთ გულზე. საქართველოა და სულ ჩემთან იქნება. გაიხარეთ, წარმატებებს გისურვებთ და წარმატებული დღე ყველას. მიყვარხართ სულ ყველა. აი რა ამ კაცმა ნუ დაჭამთ ერთმანეთსო, იმიტომ თქვა რომ შეჭამეს ეს კაცი იმის გამო რომ რაღაცა ბევრისთვის სხვა პოზიცია დააფიქსირა. აი რა გახდა ასეთი ბიჭო რომ აი არ ვიცი რა ბოღმის რა ღვარძლის ის დაანთხია ამ დასავლეთმა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურება ერთმანეთს გადავკიდეს რა. მე მაგალითად ეხა სიტყვაზე არც ჩინოვნიკი ყოფილი ვარ, არც რაიმე თანამდებობა ეხლა სახელმწიფო სამსახურში პროკურატურაში მუშაობდი სააკაშვილის დროს ჩემი წამოვედი და არც ფული მიშოვი არაფერი წამოვედი და დავტოვე პროტესტის ნიშნა. იმის მერე არ ქონია არ თანამდებობა მეკავ არაფერი. აი ჩემზე რატო უნდა კონდეს აგრესია მე ვერ ხვდები მე რამე ფული ტენდერი მოვიგე რამე ვინმეს დაუშავე თუ რაღაცა უბრალოდ მაგ ჩემი ხედვები. ვიღაცები რომ რაღაცას იწერებით ახლა ამ კაცსაც რომ გული ატკინეთ და იგივე ჩვენს მიმართაც რომ რა გიდათ თქვენ უნამუსოებო რას ვქადაგებ ჩვენ პირადად რომ რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობა იმიტომ რომ რუსეთმა წაგვართვა ეს აფხაზეთი და ცხინვალი და თუ რუსეთთან არ დაილაპარაკე როგორ დაიბრუნებ ამ ტერიტორიას ვინც რამე ნივთს აგართმევს იმას თუ არ თხოვე დამიბრუნებო როგორ დაიბრუნებ ამ ტერიტორიას სხვა მეც რას ვიძახით ვქადაგებთ კონსერვატიზმის რაღაც გარკვეულ ფუძემდებლულ პრინციპებს ეკლესიის სიყვარულ სხვა რას და ეხა ეს კაცი ჩამოვიდა თქვა უბრალოდ რომ აი ესე მომწონს ეს ქალაქის მერი ესე იგი გადაუარეს ამ კაცს აგინეს ლანძღეს გული ატკინეს უფრო ადრე წავიდა მე მგონი საქართველოსთან მიდრე უნდა ყოფილიყო რა გინდათ რატო გეზი ის გიხარიათ ხო არაბი თურქი და ირანელი რომ აქ რაღაც ბიზნეს აკეთებს და ქართველი იქ რო არის წასულ იქ რო არის ისიც აქ სიამოვნებთ ესე იგი ამათ ეზიზღებათ ესე იგი ქართველი ეზიზღებათ ორგანულად რომ ქართველს რო გაიგონებენ ეს ეხლა ამას რო ეხა იქ LGBT დროშა აეფრიალებინა იმ რესტორანში ეს იქნებოდა პირველი კაცი გესმის იქ საქართველოს დროშა რო აქვს ქართული სიმღერები რო აქვს ჩართული რომ ესმის აი ეს არის ჩამორჩენილი ეს არის მიუღებელი ამათვის გესმის ესეთი ტიპის ადამიანი ვენაცვალე ამ კაცს მე ამ კახაცერც ვაძეს ღმერთმა გაგიმარჯოს და ერთი 100-ის რესტორანი მოგცეს კიდე და ნეტა სუდა გაპყრობინოს ეგ ევროპა შენი რესტორნებით და ესეთი ხალხი მიყვარს ვიც აი საერთოდ არ ვიცნობ ამ კაცს რა საერთოდ არ ვიცნობ პირველად ვნახე აი ამ სოციალურ ქსელს ერთი კარგი პლუსი აქვს რომ გაგაცნობს ნორმალურ კარგ ადამიანსაც და ცუცსაც გაგაცნობს პრინციპში მაგრამ ეს არის ნამდვილი დადებითი ადამიანი რომელსაც ქართული მენტალობა აქვს რა არ შეიძლება იცით რა ისიც არ სიამოვნებს გინდათ სხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანი იყო იმასაც ვიტყოდი რომ ეხლა აი ეს რომ ჩამოსულიყო და ეთქვა რაღაცა და იმაზეც არ შეიძლება ესეთი დაჭმა რა ეხლა ეს კაცი პოლიტიკოსია პრემიერია პარლამენტის წევრია თუ რა არ შეიძლება გული ვატკინოთ ადამიანებმა ერთმანეთს რა შეჭამეს ეს ამ ბოღმა და ღვარძმა ეს ქვეყანა შეჭამა